ეს ადგილი არის, რა ვიცით, ურბანული ოაზისი თბილისის. ჩემს უკან არის შემორჩენილი ჭალის ტყე, რომელიც გადაურჩა ქვაღორღის მოპოვებას და სამშენებლო ნარჩენებში ჩამარხვას, თუმცა გვერდზევე გვაქვს ტერიტორია, სადაც ხდებოდა ქვაღორღის მოპოვება და ეს კარიერები ღიად არის დატოვებული. ზოგიერთი კი სამშენებლო ნარჩენით არის შევსებული, ხოლო იქეთ გვაქვს არეალი, რომელიც უკვე მთლიანად არის სამშენებლო ნარჩენებით დაფარული და ზუსტად ამ სამშენებლო ნარჩენების გატანას ვთხოვთ ჩვენ მერიას. თვალს თუ შევავლებთ, სიმწვანე ხდება ირგვლივ, თუმცა ყოველი ხის ქვემოთ ჩვენ გვეგულება უზარმაზარი რაოდენობის სამშენებლო ნარჩენი. მინიმუმ აი ამ ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე შეფასებულია, რომ არის 9 მილიონი კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი, თუმცა 6 კილომეტრიან ზოლს თუ შევისწავლით ზაჰესის ხიდამდე, რომელიც ასევე დიღმის ჭალების უფრო ვრცელ არეალს მოიცავს, აი ჯამურად გვაქვს 2 მილიონი კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი. ამ რაოდენობით სამშენებლო ნარჩენი დიღმის ჭალებში პანდემიის დროს 2020 წლიდან მას შემდეგ დაგროვდა, რაც ეს ტერიტორია წიაღისეულის უკანონო მოპოვების არეალად იქცა. ქვაღორღის მოპოვებისას ამ 4 ღრმულებში სატვირთო მანქანები დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ. ამ პერიოდში ჩაიმარხა ნარჩენებში უნიკალური ჭალის ტყის ნაწილიც. სამართლებრივი ბრძოლა სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ დიღმის ჭალების მცველმა ანა ტრაპაიძემ 2020 წელს მას შემდეგ წამოიწყო, რაც მერიას ნარჩენების გატანის მოთხოვნით პირველად მიმართა და უარი მიიღო. სამწლიანი სასამართლო დავის შემდეგ 2024 წლის ნოემბერში საქალაქო სასამართლომ დიღმის ჭალებში დაგროვილი სამშენებლო ნარჩენის გატანა თბილისის მერიას დააკისრა. ეს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული, იმიტომ რომ აქამდე არ იყო განსაზღვრება ვინ უნდა მოახდინოს სამშენებლო ნარჩენების გატანა. თუმცა მას მერე ველოდებით უშუალოდ წერილობით გადაწყვეტილება სასამართლოსი. მერიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ არავითარი ნაბიჯი თავისით არ გადაუდგამს, არ გვინახავს რაიმე მონდომება ან მუშაობა იმაზე, რომ ამ სამშენებლო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით გადაიდგას ნაბიჯები ან კვლევა მომზადდეს ან პროექტი დაიწყოს. შარშარ მომზადდა სტრატეგია დიღმის ჭალების აღდგენასთან დაკავშირებით, აი ის დოკუმენტიც გულისხმობდა დიღმის ჭალებიდან სამშენებლო ნარჩენების გატანას და ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება და სტრატეგია ერთდროულად იქნას ამუშავებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტრატეგიის დოკუმენტიც ასევე არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და არ ვიცით საბოლოო ჯამში რა წერია მასში. ბოლო წლების განმავლობაში ძველი ნაგვის გროვები ახალმა გამწვანებამ დაფარა. ძველს კი ნელ-ნელა ახალი დაბინძურება ემატება. ორგანიზებულად აღარ, მაგრამ მაინც აქა-იქ იყრება სამშენებლო ნარჩენები და არანაირი ზომა არ არის მიღებული. თუნდაც ის, რომ გატანილი არ არის ძველი ნარჩენები, ეს ადამიანებს მესიჯს უგზავნის, რომ დაყრა შეიძლება ნარჩენების და ვიღაცები მოდიან და ყრიან და გარდა ამისა მერი არანაირ პრევენციულ ზომებს არ იღებს, მაგალითად ერთი ნიშანი არ არის დაყენებული იმისთვის, რომ არ დაყაროთ ნაგავი, ერთი რეინჯერი არ დადის აქ, რომ დაყრილი ნაგავი მერე უცბად ოპერატულად შეატყობინოს თბილსერვისს და გაატანინოს. ისევ მოქალაქეებს გვიწევს პატრულირება, შემოსული მანქანების დევნა და თქმა, რომ აქ ნაგავსაყრელი არ არის და შემდეგ უკვე რეპორტი იმის, რომ აი ნაგავი დაიყარა და მერე ისევ დიდი ძალის ხმევით რაღაცების გატანა ხდება ხოლმე. მაგალითად ამ ტერიტორიიდან ნაწილი ნარჩენი გავატანინეთ, 4 თუ 5 სატვირთო მანქანი გაიტანა სამშენებლო ნარჩენები, რაც იყო შემოტანილი, მაგრამ სიტუაცია ისევ ძალიან არასახარბიელოა და აქ მოსული დამთვალიერებლისთვის ნაგავსაყრელის დაბერტილებას ტოვებს. მე პირადად მოვაყვანინე ტრაქტორი სამშენებლო კომპანიას, რომელიც აქ მუშაობს, რომ ეს ერთობლივი ძალებით გაგვეხორციელებინა პატარა დასუფთავება, იმიტომ რომ საშინელი ანტისანიტარია იყო სამშენებლო ნარჩენებთან ერთად, იყო ჩვეულებრივი მუნიციპალური ხრწნადი ნარჩენებით, რომელიც საშინელ სუნს აყენებდა. სხვა გზა არ ჰქონდა, ეს ერთობლივი ძალებით დავასუფთავეთ. დიღმის ჭალების უნიკალური ეკოსისტემა გამორჩეულად მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას მოიცავს. აქ შეიძლება შეხვდეთ იშვიათ ფრინველებს, ასევე წითელი ნუსხითა და ბერნის კონვენციით დაცულ არაერთ სახეობას. ჭალის ტირიფები, ვერხვები, იალღუნი, ყველაფერი არის ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი. საქართველოში ძალიან ცოტა ჭალის ტყე გვაქვს შემორჩენილი, დაცული ტყის სტატუსი აქვს ზოგადად მინიჭებული ჭალის ტყეებს. ჩვენთან სამწუხაროდ დიღმის ჭალებს, მხოლოდ ჩვენ ვეძახით ჭალებს, რეალურად მერიას არ აქვს ეს ტერიტორია მონიშნული როგორც ტყე და სამწუხაროდ როგორც დაცული
მიღებული ტყე ის ამ სტატუსით არ სარგებლობს და არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული რეალურად იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს დაცული. არდა ჭალის ტყე არის მდიდარი გარდა იმისა, რომ აქვს ძალიან საინტერესო ფლორა, გარდა ამისა ფაუნით არის ძალიან მდიდარი, რომელსაც ჭირდება ტყეც, ხმელეთიც, ჭირდება წყალიც. სამწუხაროდ აი ამ ესეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის განადგურება ხდებოდა მიზან მიმართულად, რესურსების ამოღებით და შემდეგ სამშენებლო ნარჩენებში ჩაფლით. იმიტომ რომ მერე მოხდეს ალბათ სავარაუდოდ განაშენიანება, რომელიც ამ ტერიტორიისთვის არის დამაზიანებელი, მთელი ქალაქისთვის არის ძალიან ცუდი. ევრონიუს ჯორჯიამ ჭალების დასუფთავების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით თბილისის მერიას მიმართა. სადაც გითხრეს, რომ გადაწყვეტილება ამ დრომდე ჩაბარებული არ არის. რაც შეეხება რეაბილიტაციის სტრატეგიას, გვიპასუხეს, რომ მასზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. დოკუმენტზე 2023 წლის ივნისიდან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობდნენ. მისი გამოქვეყნება კი 2024 წელს იგეგმებოდა. დიღმის ჭალების ეს არეალი იმით არის უნიკალური, რომ აქ მდინარე მტკვარი არ არის მოქცეული ბეტონის ჯებირებში, თავისუფლად შეუძლია გადმოვიდეს და დატბოროს. ზუსტად ამას ქვია ჭალა, მდინარე თავისუფლად გადმოდის ხოლმე და ტბორავს არეალს და ამ დატბორის არეალში წარმოიქმნება ტყე, რომელიც არის გამორჩეული თავისი ხელმცენარეულობით და ასევე იმ ფაუნის წარმომადგენლებით, რომლებიც ირჩევენ ასეთ საარსებო გარემოს. დიღმის ჭალები ეს არის სივრცე, სადაც გარდა იმისა, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ბუნება და არის ერთგვარი ოაზისი ეკოსისტემების, გარდა ამისა თბილისელებისთვის ეს არის შესანიშნავი განტვირთვის ადგილი, სადაც შეიძლება ბუნებაში თავისუფლად გამოხვიდე, დატკბე მდინარესთან სიახლოვით, გაისეირნო, ზაფხულის სიცხისას შეაფარო თავი. თუმცა იმ მდგომარეობაში, როდესაც აქ ძალიან დიდი არის დაბინძურება და უსაფრთხოება არ არის გარანტირებული, რა თქმა უნდა, ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ.